რატო ხარ უხასიათოდ ისმით ხარ? არა ვარ უხასიათოდ, ძალიან კაი ხასიათი. რაღაცა წინა გადაცემაში უხასიათოდ იყავი. გეტყვი ახლა რა ხდება ჩემ თავს ყოველთვის. ხო. როცა ზაფხული გადადის ამხარში, აი სულ რაღაცა ესეთი ის. სეზონური დეპრესია. კი, სეზონური დეპრესია, მე ვფიქრობ, ყველა ბათუმელს აქვს ეს. ნუ ცოტა. ყველა ქალაქს თავისი გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანი ყავს, ხო? თამადა. კი. ხო და ბათუმშიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამორჩეული ბათუმელი ყავს, მაგრამ ახალი თაობის ბათუმელებიც ყავს ამ ქალაქს, რომელიც რაღაც კოლორიტულ გარემოს ქმნიან თავიანთი პიროვნებით, ასე ვთქვათ. ხო და დღეს გადავწყვიტე, რომ სწორედ აი ესეთი ადამიანი იყოს ჩემი გადაცემის სტუმარი, ძალიან ბათუმელი, ძალიან საყვარელი, შემოქმედებითად მოაზროვნე და რაღაც ჰაეროვანი ადამიანი, რეზი ტოროტაძე. რეზი კი უხდება ამ ქალაქს. რეზი უხდება ამ ქალაქს და აგერ მელოდება ფრთხილად წყალში გატოპე ისე ვაჟა. რეზი როგორ ახარ? თავად ულამაზესად გამოიყურებ როგორც ყოველთვის შესანიშნავად. მადლობა ჩემო ძვირფასო, ხო იცი როგორ მიხარია ხოლმე შენი. ახლა ყოველ. პირველ რიგში გილოცავ რომ ფანტასტიკურად წარმატებული გამოდგა შენი პროექტი. ასე ფიქრობ? ფიქრობ კი არა ეგრეა რა, მაყურებლების თვალსაზრისით რეიტინგითაც და ვფიქრობ რომ კიდევ უფრო ცოტა ხანში კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი გექნება, იმიტომ რომ ფანტასტიკური სტუმრები გყავს, ძალიან სასიამოვნო თემებზე ლაპარაკი გაქვს ყველასთან და თვითონ რესპონდენტებიც ფანტასტიკურები არის. კი, და შენც ფანტასტიკური იქნება. შენ უქმნი, რო იცი. იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კითხები. არ უარყოფ. შეიძლება. ეს უშუალობა ქმნის ამ კომფორტს რა და ზუსტად ეს გადაცემა ამას გულისხმობდა, რომ უშუალო, ნამდვილი ბათუმური ურთიერთობები როგორია, ამ გადაცემაში გამოჩენილი იყო, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის რეალურად ბათუმური ურთიერთობები როგორია. და როგორია შენი აზრით? მოდი დავიწყო ჯერ აქ თვითონ ბათუმი, ხო? აი ზუსტად დილით ყავა, გარეთ გამოდიხარ, აი თუნდაც იმ კაფესთან ეხა სადაც დავიწყეთ. მე მოვდივარ, მეგობრები, ურთიერთობები, სიყვარული, აი სხვანაირად ხდებიან აქ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობ, ბევრმა უმეტესობამ ჩემო მეგობრებისა, არ იცის რომ მე დიდი ხანია თბილისში ვარ. იმიტომ რომ სულ აქეთ ვარ. მეც ახლა გავიგე. მე-10 წელია უკვე თბილისში ვარ, იქ მუშაობ, იქ ვსდი ბავშვებს, სკოლა, ბაღი, ასე შემდეგ, მეუღლეს თბილისელი მყავს. აქ იმდენად მომიწევს ყოველ კვირას თუ არა, ნუ ორ კვირაში ერთხელ უეჭველი აქეთ ვარ. ახლა ზღონია რომ მე არ ვცხოვრობ თბილისში, ხო? ბათუმში. მეც ახლა გავიგე რომ შენ ბათუმში არ ცხოვრობ. აი, შენ რა იგე მე რო შეთავ მუშაობდი დილის ტალღაში, ხო, მაშინაც თბილისში ცხოვრობდი. მართლა? ახლა იცით, რეზი მოვიდა აჭარის ტელევიზიაში, ცოტა ხნით რომ რაღაცა სამსახური დაეწყო. იფიქრა რომ ბოლოს და ბოლოს სულ ბათუმში ვარ და ბარემ სამსახურსაც ბათუმში ვნახავა და მოდიოდა მოკლედ ყოველ დღე ერთი გაცნას არ ქონია, 1-2 საათი იმღერებდა, თუ გიტარით იყო ხო, საერთოდ იმღერებდა და მიდიოდა. ხო და მე სიუჟეტებზე რო უშვებდნენ, სიუჟეტებით სიმღერები მოქონდა. დაცემლება დაიყვარება. დაწყოცა. მოდისა შენზე ფიქრი შემიძლია. მოდისა სამსათმელი მახსოვს. სიმღერასთან თუ იყო ისე დაკავშირებული ჩემი ცხოვრება, ნახეთ თავიცეთ, რეალურად პროფესიონალურ დონეზე არასდროს არ მქონია ის, რომ აი რაღაცა მე პროფესიონალურ დონეზე ვღერი არა. ხო და მე მგონია რომ შენ რო რაღაცა ცოტა მეტად შეგეწუხებინა თავი ამ მიმართულებით. აი ზუსტად ეგ სამსახურიც ეგ იქნებოდა შენი. ისეთი წრე მყავდა, ისე მღერია. მათი მოსმენა საკმარისია ჩემთვის იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭემენ. მე ძალიან მომწონს შენი სიმღერა. მადლობა. სხვანაირი ხარ შენი ხმის ტემბრიანად. ვაუ, მაგას ბევრი მეუნება, რომ განსხვავებული ტემბრი გაქვს, ზოგადად სიმღერასაც რაღაცა სხვა მანერით ვარ. მე მომწონს ვარდებოს რომ მღერი, შენი რაღაცა სპეციფიური პაუზები. აჩიკოს აქედან ბოდიშუხტი გაუშვეს ისე ყველა საღამოზე, სადაც არ უნდა იყოს. თუ ვარ და თუ მივდივარ, ჩემი მეგობარი რეზი ტოროტაძე შეასრულა სიმღერას და თავმოყარეობა რო არ გაქვს. და ყველა შუბლი ძარღვი რომ გაგიწყდება და ახლა აჩიკოსა და თამღერი აჩიკოს რეპერტუარში მის ნამღერ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ სიმღერას
მის შემდეგ როგორ შეეგუე იქაურ ყოფას? ბათუმი ერთადერთი რითიც განსხვავდება. ჩემი აზრით, ეს ჩემი მოსაზრებაა, არის რა თქმა უნდა სიდიდე ქალაქებს შორის განვითარების თვალსაზრისით, ანუ არანაირად არ ჩამორჩება ბათუმი თბილის, თუ პირიქით არა, ყოველთვის იყო რომ ბათუმში არ არის ხარისხიანი სწავლა და ყოველთვის მშობლები ეხლა უკვე ვეღარ იტყვი. ეხლა ვეღარ იტყვი, იმიტომ რომ ბათუმაც დაიჭირა რაღაცა თავისი თამასა. ბევრი საგანმანათლებლო პროექტებია, ბევრი რაღაცა უნივერსიტეტებიც გაიხსნა უკვე. უნივერსიტეტო ქალაქის იდეისკენ მიდის ეს ქალაქი. მიდიოდა კიდეც, ხო იყო ადრე გეგმა რომ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაკეთებულიყო ბათუმში და კიდე ერთი რაც მთავარია რა თბილისი არ გასვენებს ხდები ტემპი ცხოვრების ტემპი გაცილებით მაღალია ვიდრე ბათუმში წუთებში გათვლილი რომ იქ არ დააგვიანო იმიტომ რომ შენ წუთობრივად იმას კი არ თქვი რომ შენ არ დაგაგვიანდეს და ვიღაცამ არაპუნქტუალურობის გამო გაგლანძღოს არა იმიტომ რომ ხან 9 საათი გჭირდება ხან 40 წუთი გჭირდება თორე აი სხვა დანარჩენი ბათუმი შენ მაგ რეჟიმში ხარ? რა თქმა უნდა სკოლა ბაღი მასწავლებლები სამსახური სახლი. სანამ აქ ცხოვრობდი ამ ჩვენს ძველი ბათუმის უბანში. ბავშვის სკოლა აქვე, ბაღი აქვე, სამსახური აქვე, ის კაფეები, რომელიც მე მიყვარს აქვე, მეგობრებიც უბანშივე და ასე შემდეგ და მოკლედ მქონდა სრული იდილია ამ კუთხით და ეხლა უკვე შენ წარმოიდგინე, აი ესე თუ არ გავწერე მეც იქედან, ივზაოდიდან ძველ ბათუმში, აქ რომ აქ ყველანაირი საქმე, იქ უბრალოდ დასაძინებლად მივდივარ, მეც მჭირდება ეს წინასწარი დაგეგმვა უკვე. ეხლა რაც შემოთვალე. ხო. ახლოს კაფე, ყველაზე მეტად რაც მენატრება თბილისში, აი ზუსტად ეგ სიტუაცია, ახლოს მეგობარი, ახლოს მაკაცი, ახლოს კაფე, ახლოს საყვარელი ადამიანები და ეს. ის შენი ბათუმური ყავა, კოფე, თუ გინდა სახლში, რა თქმა უნდა, ჯერ დილით სახლში და მე სხვაგანაც, გარეთ რო გადიხარ და ეს გაკლია რა იქ რა. აი შენ როგორ ვერ წარმომიდგენი ხარ, იცი, ესე დილის 9 საათზე სამსახური. ზუსტად ვიცი რომ ვერ წარმოგიდგენი. რაღაცა ეს დაგეგმილი ყველაფერი, აი საერთოდ ეხა მგონია რომ ვიღაცაზე მელაპარაკები. ხო, მეც მახსოვს როგორი ვიყავ. როგორი იყავი მოყევი. აი რავი, რა თავზე ხელაღებული, ძალიანაც არა, მაგრამ ანუ ბოჰემა. უკვე რა არის, წლები რო გემატება, ბავშვები რო იზრდება რა და ადამიანი ღვინდება რა. ისეც ასეც ღვინდება. გადავიდეთ ჩრდილში. კი, გინდა არ გინდა ღვინდება. რაც არ უნდა იყოს, იქ შვილებია, იქ რაღაცა პასუხისმგებლობები გემატება, რაღაცებზე გიწევს უარის თქმა, არ გინდა კი არა. საკუთარი სიამოვნებით იტყვი იმ რაღაცაზე უარს, როცა ოჯახში შვილები გელოდება, მეუღლე გელოდება, ხოხტები და რაღაცებს აქ რა დიდი მნიშვნელობა რა, მაგრამ მეც არ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ის ახლა ძალიან რომანტიკოსი ხარ. ხო. ეგ რაღაცა სიმღერიდან გამომდინარე გგონია. მე ვასებე ეგეთი ტიპები არა და მაგრად, მაგრამ აი რაღაცა აი ვერ გავიხსენი მაგით, რომ აი მიდიხარ ყვავილს აი დილით მაგალითად რა ჩავიდან რა. მე უღეს სურპრიზებს არ უკეთებ? არა, სურპრიზებს როგორ არ უკეთებ, მაგრამ რაღაცა იმას თავიანთი დღეები აქვს რა. ხო? მაგალითად? აი რაღაცა სიყვარულის დღე იქნება, დაბადების დღე იქნება, საახალწლო სურპრიზი იქნება, თუ საჩუქარი იქნება, ეგ. სერენადები რო უმღერო არა? არა, აი შენ წარმოიდგინე და არა და. ცადე, აბა ერთხელ. არა მაქვს, ჩემს მეუღლეზე არ მაქვს სერენადა ნამყიდი და ერთი 100 გოგოზე მაქვს. სხვისთვის ხო? კაცების ცოლებისთვის და მე. კი, მასე იციან მომღერლებმა საკუთარ გოგოებს არ უმღერიან სერენადებს და არა, იქ ეხა სუფრაზე და სადმე თვალში შევციცინებ და ისე უმღერი, კაცო, არ არის პრობლემა. ეხა ზუსტად ვიცი, აი რომ შენ არ წარმოგიდგენი ვარ მე, რომ დილით ავდგე, გარეთ გავიდე, რაღაცა ვიყიდო და თან ყვავილები ამოუტანო მეუღლეს და ვაჩუქო. არა და მინდა ეგეთი ტიპი რო ვიყო, ძალიან მაგარია. მაგაზე მაგარი, ბიჭი კი არ მიტყრება, აი რაღაცა არ მიშვებს რა, ხო ხტები. შენი არ არის ესე. ხო რა, იქ არა. ბათუმელი ადამიანის ფსიქოტიპი როგორია? აი ძირძველ ბათუმელს რო ვეძახთ. აი თაობების ბათუმელს. რამდენი თაობის ბათუმელი ხარ შენ? დაახლოებით იცი? 4. მე მე-6. რა მაგარია. ანუ ბათუმელია შეიძლება თქვას რამოდენიმე ადამიანმა ჩვენზე. მაგრამ ანუ მეც თქვა ვიღაცაზე. მაგრამ ვიღაცას აზრი იყოს რომ აი რა ბათუმელია და ასე შემდეგ. ანუ ტიპი რომ ბათუმელი ვარ იძახის, ასე მგონია რომ არა სერიოზული რა. ხო ხტები, ბათუმელი ხალხმა უნდა დაგარქვას. მე ესე ვფიქრობ, ბათუმელი ხალხმა უნდა გიწოდოს, რომ აი ბათუმელია იცხოვრა, ჯიგარია. ძალიან ბათუმელი ხარ და საერთოდ არც ხარ ამ თბილისთან როგორ ახერხებ ამ ძალიან ბათუმელობას? ხორცილები ჩემო. ეხლა ია ჯორდანიას ყველა კარგად იცნობდა და აი დედაჩემი როგორი ტიპშია რა. ხო სულ ენატრები ახლა თბილისში რო არ ახლა ვისარ ენატრება შვილი ხო? აი რო ჩამოდივარ, დედაჩემის პირველი კითხვა.
ანუ ხო გადამკოცრა, რა შეიძლება როდის მიდიხარ? იმიტომ რომ აქ რო ჩამოვდივარ, წასვლას ვეღარ ხვდები რა. და მე რო აქ დავუჩა ჩამოვდივარ და 2 დღის მაგივრად 1 კვირა ვრჩები. აი მე მაგას ვაანალიზებ, რომ აი ბათუმმა დამკარგა რაღაც პონჩი უცები. ჩამოვედი, დავიწყე დალევა, 3 დღე, აი ხა ქორწილია, მე ხოლმე ხა 2-3 დღე გადააბავ და მიდი არის არა. ბათუმი აფუჭებს, როგორ ფიქრობ? არა. ბათუმი არ აფუჭებს. ბათუმი ძალიან მაგარი სიყვარულია. აი ზიხარ და გინდა ჩაიკარგო. მე და შენ ვსხედვართ, დავუშვათ პრივეტში. ხო. და მოდის შენი მეგობარი, აი მილიონი გაივლის და გამოვიდეს, ხო დღის განმავლობაში რამდენჯერ დგები იქ თუ ზიხარ 1-2 საათი. 1-2 ჭუად ყოფილი, ჩვენებული, ჯიგარი, შენი ძმაკაცი მოვა, მოდი რა 1 აგერს ხედა 100 გრამი ახლა გნახე რა. წავიდა იქ, იმას გავს მეორე მოყვება, მესამე მოყვება და ბათუმი არის სიყვარული რა. მაგალითად, აი ავიღოთ ქორწილებით ხო რა, ისე გადაობით ხო, მაგრამ ქორწილებში რო ჩამოვდივარ, ყველაზე აი დამშვიდებულ ტიპად გძნობ თავს რა. აი ამ ქალაქში შემოსვა, აი უკვე ერთ გვირაბს ბენზინში რო შემოდიხარ და ხეთს რო ხედავს. ხო, შენს ეგ ხედი აღარ გვექნება ეხა კუნძული რო აშენდები. ხო და სახში ხარ რა. სახში ხარ, ბათუმია რა, ყველაზე მაგარი ქალაქი. ბათუმელი ფსიქოტიპი. გინდა გითხრა? კი. აი ჩემთვის ბათუმელი ფსიქოტიპი არის კაცი, აი რომელიც გამოვა დილით, აი პირველივე შემხვედრი რო გემრიელ სალამს ეთქვის. რო დაждდება კაფეში, ყავას სვამს, გამლელები რო ესალმებიან თვითონაც რო დიდ სიყვარულს დებს და რამე, აი ეგეთი წარმომიდგენია მე ბათუმი. ჩემთვის ეგაა ბათუმი და ეგაა ბათუმელები რა. დანიშნულების ლოკაციამდე რო ვერ მიაღწევ, იმდენი ვიღაც შეგხვდა. ეგეთი ამბავი რამდენჯერ მომხდარა, იცი ჩემს ცხოვრებაში. გავჩერებულ ვარ და იმ ლოკაციამდე ან ძალიან მაგარი ნასვამი მივსულ ვარ, ან საერთოდ ვერ მივსულ ვარ რა. ხო, მოგონ მართლა. თქვენ ხო არ გეცნობოთ ვაჟ ბატონო ეს სიტუაცია. მე ამ კამერის მარცხინა პატიოსანი კაცია, მარჯვენაა ცოტა. კი, ზუსტად. რთულად დასამორჩილებელი. თუ იცი მე შენ ახლა და ჩამოგატარე აქ. ხო. აბა თუ მიხვდა. რა ხდება? მიიხად მოიხად. აუ არა. ჩემი საყვარელი მაღაზია, მაგრამ არ მინდა. კოროტაძე შემოდი. არ ვარო მასეთი. არ ვარ მასეთი. არ გინდა რა გთხოვა, არ შემიძლია ფიზიკურად მართლა შენთან როდის იყო მე ამდენი ქვეყანაში. შემოდი. აუ, ყავა ბათუმურად ჩუქნის გიტარას. ახლა სილამაზე. მაგარი და ყველა ვიცი ზეპირად. ერთი მოქმედი გიტარა რომელიც რომელის გინდა, ყველა მოქმედია. აბა ეხლა რანაირად გაუშვა რეზიტოროტაძე გადაცემიდან ისე რომ ერთი გიტარაზე არ დამიგოს. რა უნამუსობა იქნება, ხალხი მისაყვედურებს. ეხლა უზებ ავაწყობთ. ისე მართლა ლამაზი ყოფილაში. გოგოს როგორ უხდება გიტარა რა? კი. მამა ჩემი უკრავდა ძალიან მაგრად გიტარაზე. შენ ვაფშე არა? 7 სიმიანზე. შეხარ ჩემი სახატე და სამკამ ახლა სხვისი გაოცებაც გადაახვიდა ზითამევს ოსევდი სავსესა განძური სხვა სიმდიდრე რად ვინატრო რაღაც მინდა შეხარ ჩემი სახატე და სამკამ ახლა სხვისი გაოცებაც გადამხლიდა ზითამევს ოსევდი სავსესა სხვა სიმდიდრე რად ვინატრო რაღაც ოჩა, ასე არ ჯობია, კაცო. აი, რამდენიმე ახვეწნინა, ნუ, აქ შეიძლებოდა. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო. უპასი მადლობა და წარმატებებს გისურვებ.
რეზი მე მგონია რომ შენ უნდა იმღერო რა. მინდოდა კიდეც ამ სფეროში რაღაც ხო იყო ჩემ ცხოვრებაში რაღაცა პროექტებიც იყო, წარუმატებლობა იყო, მაგრამ მაგას არ წაუქცევი ვარ იმ ხრივ რომ მე არ ვიმღერო დაუშვათ. ეხლა ჩემზე ნიჭიერები იყვნენ და იმიტომ მოხდნენ ისინი და ჩემზე უკეთესადაც მღეროდნენ. შევეგუეს. მაინც რაღაც პონჩი საკუთარ თავთან უფრო დავმარცხდი, ვიდრე რაღაცა გარესამყაროსთან. საკუთართან დავმარცხდი, იმიტომ რომ ის პერიოდი ჩემ ცხოვრებაში რაც აი პროექტებს უკავშირდება, სუდად გახსენდება? სუდად კი არ აი როგორ მახსენდება, აი თვითგვემაში ვარ რა, იმიტომ რომ აი შემეძო ხდები გაცილებით უფრო მომზადებული მეჩვენებინა თავი, მაგრამ ვიყავი ძალიან თავდაჯერებული. მეგონა რომ აი უეჭველი ხო ხდები რაღაცა უეჭველი მოხდები და მე მარტო ვარ ისე ლურჯიებით ხელში და მიმატოვე მყისვეთ გაუჩინარდი ბრელში და მე მარტო ვარ ისე ლურჯიებით ხელში არის ჭკუაზე ხო აი რაღაცა ჩემ ეგომ ესე რომ ვთქვა მიყარნახა რომ შენ იცი რა ამათეულს უეჭველი დაძლევ. შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. აი ზუსტად მაგაში მოყვები და გეთანხმები რომ ის ბავშვები ვინც დაუშვათ პროექტში მოხდნენ თუნდაც ვერ მოხდნენ ხო ხედავდი ანუ უმეტესობასთან მეგობრობ ხედავდი როგორ რეპეტიციოდნენ სულ რაღაც ვოკალზე დადიოდნენ მე აი როგორ ვიყავ იცი მოდი რა იცი რა ისე მოვეწონე ანიჭი თუ არის ისედაც მაქვს ხო რა ახლა თუ დავევასე და კი არა ისეთი სიმღერები არ მოუციათ რომ ამას თავი ვერ გავართვა მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალური ტური ძალიან რთული აღმოჩნდა ხო 20-25 კაცი რო ხართ დარჩენილები და აქედან უნდა აირჩეს 11 თუ 10 და აი შენ როგორ ფიქრობ იცი რომ მე უეჭველი ვარ იქ ასე ფიქრობდი? აი, უეჭველი ვფიქრობდი. აი, ხო და აი მაგაში ზუსტად აი მაგას ვიძახი რომ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე რომ მე ესე ვფიქრობდი. ზოგადად ხო იმედგაცრუება ყველაზე ცუდი შეგრძნება. ძალიან ცუდი შეგრძნება. სიმართლე გითხრა ათეულში რო ვერ მოვხდი და რო გამოვედი. აი, პირველი 2 დღე როგორ ვიყავ, იცი? თავს ვერ დავაბრალებდი. არ მეტყობოდა იმიტომ რომ აი, ხო იცი, კაი იგიაო, რა ქვია, მასალაო რა, არაყი რომ გადააყოლო რა. ან ღვინო და რომ გადააყოლო ამ ყველაფერს. მე უკვე ხა ყოველდღე ხო არ დალევ და ხო არ გალოთები, მაშინ ლოთი უნდა იყო. ხო შესაბამისად ის 2 დღემ და ცოტა ბახუსმა და ცოტა იმან უფრო გამომაფხიზლა, რომ მივხვდი რომ ესე არ უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ვინც შრომობს, მის მადლს ამრავლებს, მეც იმასთან ვარ მის ბეღელს, ჩემი ბეღლიდან ვამატებო. თუ არ იშრომებს, ჩვენზე მეტად ვინც შრომობს, იმას გამოვუვა. 100%-იანი ხარ გეთანხმები სრულად. ეხა სადაც ხარ, კარგად ხარ, მოგწონს? აი სხვათა შორის ეხა წარმოიდგინე, მე ავტომობილების არანაირი გამოცდილება არ მაქვს, არ მქონდა უпростоრად. არც ყარება არ ვიცი. მართლა? ბადაობის გარეშე არც ყარება. ანუ გაყიდვებში იპოვე საკუთარი თავი? გაყიდვებში იპოვე ყველაზე მაგრად საკუთარი თავი. გაყიდვებს საჭირდება, იცი? ყბა. აი ის პროდუქტი, რასაც შენ დაგავალებენ, იმის სერიოზული რეკლამა უნდა გააკეთო, ეს კომპანია იქნება თუ რაღაცა ნიუთი ელემენტარული არ აქვს აზრით. პირი თუ აი შენმა ყბამ და შენმა პირმა უნდა იმუშაოს. და ეგ კი გიყვარს შენ. ხო, რა ლაპარაკი მიყვარს. პრეზენტაბელურიც ხარ, თუ რაღაცა ისე ვერ წავიდა წაიმღერებ. ხო, რაღაც მომხარებელს პირდაპირ ხო არ იცი, ვის შეხვდება, ქალი შეხვდება, კაცი შეხვდება, რა ტვინის და რა ჭკუის პატრონი შეხვდება, იმიტომ რომ 1000 გადარეულია, ხდები? აი ყველაზე რთული მომხმარებელი არის ქალი. ავტომობილს რაც შეეხება რა. იმიტომ რომ ავტომობილს უხსნი, დაზიანებას უხსნი, რაღაცებს უხსნი, აი მცირე დეტალებს, საიდანაც საბოლოო ჯამში კრავ. მეუღლე მოიყვანეთ და ხო არ ეუნებით. რა ხშირად, რა თქმა უნდა, შეხვედრებზე სულ ეუნებით, მამაკაცი ოჯახში თუ ყავთ, იმათთან ერთად მოვძანდით, რომ ანუ შენ არ და იმიტომ რა არის, იცი? ხშირ შემთხვევაში ბევრმა ქალმა იცის მანქანა და საკმაოდ ჩემ და გასაკვირად ძალიან მაღალ დონეზე იციან, არა არიან ისეთები, რომ აი გარტყმაში არ არიან და უბრალოდ აი არ ვიცი, ეხა ჩემი ხმის ტემბრი მოწონთ, მართლა თუ რა უბედურება, ეს ნახევარი საათი რომ გელაპარაკებიან რა და თან ვერ გიხსნიან რა უნდათ. ქალები. ქალები. კაცები არის? არა, კაცი რა, ანუ კაცებთან უფრო ისეთი საუბრები გვაქვს. სხვათა შორის შენი ვიდეოები ხდება TikTok-ზე, მანქანებს რო აი, ბედნიერი მომხმარებელი როცა ხდება და მაყოფილია ამაზე მაგარი კაიფი არაფერს არ აქვს რა. საქმეში თავი უნდა იპოვო რა. ხო. ბედნიერი ხარ?
ბედნიერი ვარ უზადო. სამი ბიჭის მამა, ანგელოზივით მეუღლე და ბედნიერი უნდა ვიყო, რა უნდა ვიყო. ბედნიერების არ ქონის უფლება რა, არც ერთ ადამიანს. ჩემი აზრით ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და ყველა ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი. იმ განვლილ რაღაცა სუთ პერიოდს დავარქევ რა, ბჭყალებში სულს ეხა რაღაცა სიბოროტე არ ჩამიდენი არასდროს და საკუთარი თავისთვის არ დამიშავებია, მაგრამ ბევრი დრო დავკარგე ფუჭა რაღაცეებში. ძახი ნახე არაფრის მომცემ გარემოში. თელ დღეს, ორ დღეს, სამ დღეს რო კარგავ რა. ეხა გიტარაზე დადიან, განათლებას, სწავლა-განათლებას, ყურადღებას აქცევენ. ეხა ისე. როგორი პონტი იყო? იცი რომ აი გიტარაზე დააკვრა და აუშვა და აი რო დაენახებდნენ, დაქცინებდნენ და რაღაცა და მაშინ ეგ მენტალობა იყო რა, შენშიც ეგ იყო. ეხა მეორე სკოლა მაგ დამთავრებული ჯინჭარაძეზე წარმოიდგინე ეხა იქო სათვალეები და ისეთი ტიპი იყავი რა, სკოლნიკ. პროფესიი? ტელერადიო ჟურნალისტიკა. ჩვენ აქ ჩვენს უბანში ვართ, შენ მე და შენ უგნელები ვართ პრინციპში, აი სად დაბირჟავებდი გეხოცები? გეტყვი. აქ იყო აი ეხა რო ლიტერატურული კაფე. კაფე აქ იყო ფერსაცველების მაღაზია სალამანდერი. გახსოვს? სალამანდრა თუ რა. სალამანდერი. მაგ იყო ესეთი მოაჯირი მანდ რო ჩაუხებ ლაგოევგრაძე სონის მაღაზია იყო, ტექნიკის. კი, სონის მაღაზია. და ბარათაშვილის და ტელმანის კვეთა იყო, სადაც ინტერნეტ კაფე გქონდა და ანუ ძირი კამანდა იქ ვიყურებოდა. ეს ბირჟებიც ხო რაღაცა ქალაქების კულტურაა ერთგვარი, ხო? ანუ ყველა ქალაქს განსაკუთრებით საქართველოში ქონდა რაღაც პერიოდებში თავისი ბირჟები და ეხა ბირჟაზე ეხა საქმიანი კაცი დაუშვა, ხო? შაბათ-კვირას გადის ბირჟაზე. აი რო ისვენებს, ჩავა, ეხა ეზოებში ფანტასტიკურადაა ეზოები მოწყობილი, ხო? და მეთახები ფანჩატურები სად იყო ჩვენ დროს. აი ამ ტერიტორიაზე ვერავინ ვერ მეტყვის ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, რო სტადიონი იყო ფეხბურთის სათამაშოდ დავდიოდით ბულვარში. ეხა ყველა უბანსაა რა, შაბათ-კვირას ადამიანს როცა ცალია მთელი პარასკევი, ანუ მთელი ეს კვირა რო იმუშავა რა, რატო ეხა ჩადიდა. ჩვენ დროს, ნუ ჩემ ბიჭობაში ხარ, რო არ მუშაობდი. ორშაბათით შაბათი. რო არ მუშაობდი, ძოლი რო არ მყავდა, შვილი რო არ მყავდა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი მნიშვნელობა არ ქონდა. მაგრამ შაბათ-კვირას უფრო ვისვენებდით ვიდრე ის დღეები. ანუ ნახე ბირჟა, ზოგადად არ დგება ესე რა, შეიძლება უცებ წკაპ, აქი ბირჟაო ერთი დღე უბანში, ძმაკაცის სახლთან, შეიძლება მეორე დღეს შენ სახლთან იყოს იგივე ბირჟა. ანუ უბანში რა ვიცი, ბირჟა. და რას ნიშნავს ესე კონკრეტული? გევარ და რას ვაკეთებ? არც არაფერს არ აკეთებ რა. ამ ზივარ. ეგომა რა გააკეთო, ვერ გააკეთო ვერა. ბირჟაზე პირდაპირ გეტყვი, ხა ესე ჩვენსავით ყავას არავინ არ სურს. უფრო ლუდით იწყება. ბირჟაზე, აბა ეხა შენ სადგენ ახავს ყავა და ჩაი არ გადამრიგ. ლუდი ჩაი ჩაი. აუ ბირჟაზე. ხო რა. არა, ეხლანდელი ბირჟები ყავა მარტო. თბილისშიც გაქვს ახლა ბირჟა? არ მაქვს, აი ეგეც მაკლია. არ მაქვს თბილისში ეგეთი ბირჟა რა. თბილისში უფრო კაფეები გვაქვს გამოღამებული მეგობრებს და შაბათს ვიყიდებით ხოლმე და მართლა ყავას. წარმოიდგინეთ. იქ მართლა ყავის და ესეთი ის მიდის რა საუბრები რა, რა ვშვებით, როგორ ვშვებით. გურიის სოფლებში არიცი ბირჟები რა საოცრებია. რა არ ვიცი, გურული ვარ, დედითაც და მამითაც, მე თუ არ ვიცი. გამოფრანჭულები რა გამოდიან სოფლის ცენტრში. გურულ ბირჟებზე შენი ოპერატორი მყავს, ნატარები უნდა ნახო რამდენზე. სხვა პეცი გაქვთ გურულებს ზოგადად. გურული პროსტა ენამოსტრებული ხალხი ვარ. თორე აი მართლა გეუბნები. გურული ბირჟა მაინც მე მაქვს ნანახი გურული ბირჟა, თეთრებში იყვნენ გამოწყობილები, გამოპრანჭულები. კი. ამ დროს იქ ყანა, რაღაცა საქონელია. ბიბინებს. აი ზარმაცები ვარ. შენ არა არა, ზოგადად. იდეაში რა, ვინც მაგას არ ამბობს პირველი ადამიანი არ. არ ვარ, ხო. ხო, ვინც მაგას ამბობს უпростоად, არ ხარ პირველი ადამიანი. იმიტომ რომ აი ხელი ცხოვრება მიკვირდა რა. აი რატო არ ვაკეთებ რაღაცას? ახლა რომ დავფიქრდი გურული ვარ. დები, რაც მომესიამება იმას ვაკეთებ. ეგ იცი რა არის გურულობა, არაფერ შუაში არ არის. ეს რაღაცა გენეტიკურად მაინც სადღაც ყველა ქართულს მოყვება. აი მე მყავს მაგარ ამბავს მოგიყვები უცებ ორ წამიანს რა. გურიაში ხშირად სადაც დავდივარ ხოლმე მიგოიცი, ნუ სახაზლაგორიდან შევიკავე თავს. ერთი გემრიელი კაცი მყავს რა. ბრეზო ქვია იმასაც რა და ერთი დღე გადაწყვიტა სოფელმა რომ იმუშაოს რა. ხოთები ანუ. ხო. მაგარი სიცხეა რა. აი მაგარი სიცხე. ერთი დღე გადაწყვიტეს რომ ყანაში უნდა წავიდე და არჩე ნუ რეზოს ეზარება რა. ყანაში წასვლა. კი არ ეზარება, ყველაზე პირველი მივიდა რა ყანაში და ეზარება 1 საათი იყო რა, მზე აწყუნებს რაღაცა. გადაწყვიტა რომ
აროჩეო წავალო სახშიო, სახში მარტოც არ მინდაო გაჩერება და სოფას მოუყრიო თავს. მორბის ასე იმით თოხით მორბის უკან. ხალხი შეგროვო ერთი დღე უნდა იმუშაო რა. რა დაგვემართაო და მის სოფრაზე იძახის რა ჯანზე მოსულ ტიპზე რომ გარდაიცვალაო ჩხარა ყველა უკან. დედას გეფიცები აი შვილებს ეს არის როგორი ისტორია იცი სოფელში მობრუნდა რა. ხო მიზეზი ის არა რომ ეზარებოდა რა. ერთხელ ეზარებოდა კანონში ერთხელ მისვა ეზარებოდა და მთელი სოფელი ბიჭო უკან დაო ყვაზე გამოვიდა კაცი ხალი ბავშვი ბიჭო ერთხელ აყინეს შვილი წარმოიდგინე 30 წლის ჯარისკაცი ერთხელ რო ადგება რა გურიაში რომ საქმე მაქვს და ოჯახს უნდა გურულებო არ გაგვიგვასდეთ ბიჭო თან ანუ ის კი არა რომ ყველაზე მეტად მიყვარხართ აჭარლებს ის კი არა რომ მე დაერეკათ რაღაცა ყველა მოდის საღამოს ამის სახლთან გაწკეპილები ყვავილებით ხوازე ხარ როგორი სანახავია ტიპი არა და სახში ძინავს გვერდით და სოფლებიდან მაგ ანუ ჭყონაგორა ნიგოითი შუხუთი მაგ ეხა ერთმანეთის ბიძაშვილები ცხოვრობენ ათესავე იქენ ანუ ბიძაშვილებს ურეკავდნენ ამავე მთელი სოფელი ერთხელ მოიდომა კაცმა თანაში მუშაობა და რეზომ ასეთი გაუკეთა რომ იმას ეზარებო მე მოადგენ ყვავილებს ერთ 30 ვენოკი და რავი მთელი სამეზობლო და კელეხის სუფრები და ზოგმა თევზე დარეკავი მაშინ რა ქვია ვაკიჯვარში გურულებში ვარ ეს ერთი აჭარელი ხო და მაგას გატარებთ მე ვერ ხედავ ხო და მაგას ვამბობდი აჭარლების მე გურულები ყველაზე მაგრად მიყვარს ხო გურიაში მაინც იუმორის დონე ხო ვიცი მაინც ტონკი და კი სტრაფი უმაღლეს დონეზე ო ეხა ხო და ამას მუშაობა უნდა ეს იუმორი ასე მისით არ მოდის ჯდომა უნდა ბირჟა უნდა და ლაპარაკი უნდა ძალიან კაია შენთან ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს თავის დასაწყის და დასასრული აქვს და ესე რეზუმე გავაკეთე. ვერ დავამთავრებთ ახლა. მე გეტყვი, აჭარის ტელევიზიაზე რა გადაცემებით გადიოდა და გადის, აი დედას გეფიცებს სხვათა შორის. გუშინ ვიკითხე რეიტინგი. 4-ში ხარ. ეს ჯერ არის დასაწყისი ჩემო. საათი გითხრა, მე არ ვიცი ეგ რეიტინგი. ხედა. უყურე შენ. ანუ რეზის 5-ში თუ არ გადაცემა სტუმრად არ დადის და თან ერთი წელია სულ რაღაც რაც მაგას გემუნე. მე ამას ვეძახი ანის ოჯახი რა. ყველა ხომ ყავა ბათუმარად ისეთი პონტია, მაგრამ აი ისე ძალიან ისე უშუალოდ მიყვები. მადლობა. იცი რა არის, ესე მგონია, რომ ეს რაღაცა ზედმიწევნითი აკადემიურობა, დავარცხნილობა და გაკრახმალებულობა. აი მე შენ გეტყვი, ხა? არსებობს ეგეთი გადაცემებიც და რაღაცა ეს უშუალობა მე მგონია. დილით მოვედი, ხომ მითხარი რომ ესეთი მომზადებელიო არც ერთ რესპონდენტს არ შევხედრიო. ჩემი პასუხი ზუსტად რა იყო, რომ ანუ ესეთი მომზადებელი გაცილებით უფრო მისაღები ადამიანისთვის, ვიდრე აი ზუსტად ეგ დავარცხნილობა. ძალიან დიდი მადლობა რეზი. მადლობა შენ, მე აი გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემთვის ამ თაობის ბათუმელობასთან პირველი ვინც ასოცირდები ხარ შენ. შენი მანერებით, ამ რაღაცა სიყვარულის გაცემით, მიმღებლობით და ყველაფრით ნათელი ადამიანი ხარ და ეგ არის ჩემთვის ბათუმელობა და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი წარმატება ყავს. ავაზ დავლი. კარგად რეზ. აი, წაიწვილი. წახვედი შენ. ამოდი ერეკლი დადე ხა კამერა და დავლიოთ. ანა ხედავ. ანი წავიყო. 10 დღე არ დაულევე და ანებეთ ამ. ანი დავპატიჟოს ბიჭო. ანი არს. დავლიოთ კომპოტი, კომპოტზეა საუბარი. ეი.